ქუთაისში ნიკიას დასახლებაში მდებარე რძის კომბინატში ამიაკის გაჟონვა მოხდა. დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაჟონვას წინ უძღოდა აფეთქება. დეტალებს ადგილზე ჩვენი კორესპონდენტი მირიან გორგოძე არკვევს. მირიან, რამ გამოიწვია ამიაკის გაჟონვა და ხომ არ არიან დაშავებულები? დიახ, დღეს გავრცელდა ადგილობრივ პრესაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისში მდებარე რძის კომბინატში მოხდა აფეთქება და ამის შემდეგ ამიაკის გაჟონვაც მოხდა და ამ ყველაფერმა გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მოწამვლის საშიშროება. ბუნებრივია, ჩვენ მოვედით რძის კომბინატის ტერიტორიაზე, რომ გავარკვიოთ დეტალურად რა მოხდა, ვესაუბრეთ საწარმოს თანამშრომლებს და ასევე რძის კომბინატის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მაგალითად, მთავარმა ინჟინერმა ამირამ ფრუიძემ ისაუბრა ჩვენთან, რომელმაც დაადასტურა ჩვენთან საუბარში ამიაკის გაჟონვის ფაქტის შესახებ, თუმცა როგორც ამირან ფრუიძე ამბობს, ამიაკის გაჟონვა გამოიწვია არა აფეთქებამ, არამედ ერთ-ერთი მილის დაზიანებამ და შესაბამისად სერიოზული არაფერი მომხდარა და ამ ამიაკის გაჟონვის შედეგად არც ერთი თანამშრომელი არ დაზიანებულა და არც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. ჩვენ ასევე ბუნებრივია ვესაუბრეთ რძის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებმაც ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ წუხელ რძის კომბინატის ტერიტორიაზე განსაკუთრებული პრინციპში არაფერი შეუნიშნავთ. ამის 2 ნახევარზე მოხდა ტრუბიდან გაჟონვა ამიაკის ცოტა რაოდენობით და მეტი არაფერი და ისეთი რომ საგანგაშო და ადამიანისთვის მავნებელი რო იყოს არაფერი. რამ გამოიწვია ეს გაჟონვა? გაჟონვა გამოიწვია ტრუბაპრავოდი, ესე იგი მილპრავოდი იყო დაზიანებული, მეტი არაფერი. შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით ქუთაისში მდებარე რძის კომბინატში მოხდა ამიაკის გაჟონვა, მაგრამ როგორც საწარმოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ამ მცირე ინციდენტის შედეგად დაზარალებულები არ არიან. დიდი მადლობა, მირიან გორგოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.